გამარჯობა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ნინო სამნიაშვილი მოგესალმებით ეთერშია გადაცემა არიანი. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია საგამ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხანის საჯარო სკოლის ბაზაზე მოაწყო გარემოს მდგრადი განვითარებისა და ენერგოეფექტურობის კაბინეტი. იგი აღიჭურვა ენერგოეფექტური სტენდებით. ცვლად პროექტის შესახებ ვისაუბრებთ პროექტის კოორდინატორ გიორგი ბოკევიასთან და ექსპერტ ალექსი ჭანკოტაძესთან ერთად. მანამდე კი ვნახოთ ვიდეო რგოლი. გარემოს გლობალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტს ვახორციელებთ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კონკრეტულად სოფელ ზემო მაჩხანის საჯარო სკოლაში და ამ სკოლის ფარგლებში ჩვენი პროექტის სახელწოდებიდან გამომდინარე, რომელსაც ქვია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შევქმნით ენერგოეფექტურობის სტენდი, რასაც თქვენ ხედავთ, სადაც ბავშვები თვალნათლივ სწავლობენ და აკვირდებიან სხვადასხვა ენერგოდამზოგავი სისტემების, ესე ვთქვათ, ხილს აკვირდებიან, როგორ მოვიხმაროთ ესე თუ ეს ენერგია უფრო ეფექტურად. ეს სისტემები გახლავთ ყველა ფაქტიურად მსოფლიოში არსებული სხვადასხვა დამზოგავი, სხვადასხვა განახლებადი ენერგიის წყაროების სისტემების ნაზავი, ერთად ნაკრებია მოქცეული, გახლავთ ქარის გენერატორიც, არის მზის ელექტროფოტოდიოდური სისტემები მოწყობილი, არის მზის წყალგამაცხელებელი, არის სხვათა შორის ენერგოეფექტური ზღუმელები, სვანურ ღუმელებს რო ვეძახდით, არის ვატმეტრებით მოწყობილი სტენდი, სადაც სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ენერგიის მოხმარების წყაროს ზომავენ თუ რამდენს მოიხმარს ესა თუ ის მოწყობილობა და ასევე არის საინფორმაციო პანელები, სადაც ასევე რჩევადარიგებებია მომხმარებლისთვის, ოჯახებისთვის, რომ ეფექტურად ხარჯონ ენერგია სახლებში, საერთო ჯამში ამ ყველაფრით კი გაუფრთხილეთ ენერგიას და ჩვენი ქვეყანა გავხადოთ უფრო მეტად ენერგო დამოუკიდებელი და ენერგიის გაფრთხილება საერთო ჯამში კი უდრის გარემოს დაცვას და გარემოს გაფრთხილებას, იმიტომ რომ ყოველი დაზოგილი, ესე ვთქვათ, ენერგია, ყოველი დაზოგილი ლიტრი ბენზინი, ყოველი დაზოგილი კილოვატი საერთო ჯამში ჩვენს ბუნებას და ჩვენს გარემოს ზოგავს, რითიც სულგმულობთ და რითიც ვარსებობთ საერთოდ ადამიანები ამ დედამიწაზე. ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში გარდა ამ ყველაფრისა, აგრეთვე სკოლაში გადავაგზავნეთ 3 მენტორ მასწავლებელი, ცოტა მეტიც ესწრებოდნენ, მაგრამ ძირითადი აქცენტი მაინც 3 მასწავლებელზე ჰქონდა და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ გარდა იმისა, რომ თვითონ სკოლაში ასწავლიან ეს მოსწავლებელი ბავშვებს, ამის გარდა ეს ყველაფერი შექმნილი არა მხოლოდ ამ ზემო მაჩხანის სკოლისთვის, არამედ მთელი დედოფლისწყაროს სკოლებისთვის. ანუ სხვა სკოლებსაც შეუძლიათ მოვიდნენ აქ, რა თქმა უნდა, დირექციასთან შეთანხმებით. აქ არსებული, ესე ვთქვათ, გამოცდილება, რაც მასწავლებლებს გადავეცით, ის მასწავლებლები შეთანხმებისამებრ ასწავლიან მათ, აჩვენებენ, პრეზენტაციას გაუკეთებენ ამ ყველაფრისა და ბავშვები სხვა სკოლებიდანაც შეძლებენ, რომ ეს სიკეთეები ნახონ ადგილზე და მიიღონ ეს ინფორმაცია, რაც აქ ჩვენ გადავეცით, ესე ვთქვათ, ამ სკოლას. გარდა ამისა, გადავეცით ასევე 6-თვიანი კლასგარეშე სილაბუსი, ანუ ეს გახლავთ გარემოს დაცვითი სასწავლო საინფორმაციო სილაბუსი, რომლებიც შემუშავებული იქნა სპეციალურად ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე. ამ სილაბუსში გარდა თეორიული მეცადინეობის ასევე არის პრაქტიკული მაგალითები, პრაქტიკული მეცადინეობები, ასევე გახლავთ ამავე ესე ვთქვათ სილაბუსის ფარგლებში სხვადასხვა დოკუმენტური ფილმები გადაღებული, მათ შორის მულტიპლიკაციური ფილმები, რაც უფრო მეტად ბავშვისთვის გასაგებ ენაზე ესე ვთქვათ გაკეთებული და მათთვის სასიამოვნოა და ეს პროცესიც, სწავლის პროცესიც ესე ვთქვათ უფრო მისაღები ხდება ბავშვისთვის. ეს იყო ძირითადი, რაც გაკეთა ჩვენი პროექტის ფარგლებში და ვიმედი გვაქვს, რომ ასეთი ტიპის პროექტებს კიდე განვახორციელებთ მთელი კახეთის და შეიძლება მთელი საქართველოს მასშტაბითაც. ჩვენმა ორგანიზაციამ საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციამ განახორციელა საკმაოდ საინტერესო გარემოს დაცვითი პროექტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. კერძოდ ზემო მაჩხანის სკოლაში მოეწყო გარემოს მდგრადი განვითარებისა და ენერგოეფექტურობის ცენტრი, სადაც ახალგაზრდებს აქვს შესაძლებლობა გაეცნონ თანამედროვე განახლებადი ენერგიის სისტემებს. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში დაფინანსდა მცირე გარემოს დაცვითი პროექტი, რომელიც ეხება გამწვანებას და სკოლის ეკოკლუბმა მოახდინა სკოლის ეზოში გამწვანების აქცია, ადგილობრივ სანერგე მეურნეობაში შეძენილი იქნა შესაბამისი ნერგები და რომელიც განთავსდა მთელი სკოლის ტერიტორიაზე. საკმაოდ საინტერესო აქცია ჩატარდა, ბავშვები ძალიან აქტიურად მონაწილეობდნენ და ხალისით მონაწილეობდნენ ამ აქციაში და ვფიქრობთ, რომ მსგავს საქმიანობას ჩვენი ორგანიზაცია კვლავაც გააგრძელებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. პირველი კითხვა ბატონ გიორგი, თქვენთან მექნება, რას ითვალისწინებს ეს პროექტი?
მოგესალმებით. დავიწყებ იმით, რომ ჩვენი ორგანიზაცია 98 წლიდან მუშაობს კახეთის რეგიონში და გარემოს დაცვა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენი ორგანიზაციის და ბოლო 10 წელია უკვე ინტენსიურად მუშაობთ ამ მიმართულებით, მათ შორის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში კახეთის რეგიონის მასშტაბით. რაც შეეხება აღნიშნულ პროექტს, იგი დაფინანსებულია გლობალური გარემოს დაცვითი ფონდის მიერ, გაეროს გარემოს დაცვითი პროგრამის ფარგლებში და ითვალისწინებს დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში გარემოს მდგრადი განვითარებისა და ენერგოეფექტურობის საგანმანათლებლო ცენტრის შექმნას, რომელიც შეიქმნა, როგორც აღნიშნეთ, ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის ბაზაზე და ხელმისაწვდომია დედოფლის წყაროს ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის და ახალგაზრდებისთვის ეს ინფრასტრუქტურა, რადგან ერთ ადგილზეა მოწყობილი, მაგრამ ჩვენ ინფორმაცია გავავრცელებთ თლიან მუნიციპალიტეტში და ახალგაზრდებიში საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია ამ ყველაფერმა. პროექტის ფარგლებში გარდა იმისა, რომ მოეწყო სადემონსტრაციო სტენდები, გადამზადდნენ ადგილობრივი პედაგოგები, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები, გადამზადდნენ მენტორი, მასწავლებლები, რომლებიც გაუძღვებიან ამ საჯარო სკოლის ბაზაზე, ანუ თვითონ უშუალოდ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის ბაზაზე არსებული მწვანე კლუბის მუშაობას. ჩვენ გადავეცით ამ სკოლას სილაბუსი, აუხსენით მას პედაგოგებს თუ როგორ უნდა იმუშაონ შესაბამისი მეთოდოლოგიით და სილაბუსით და შესაბამისად აი კლუბური მუშაობით არაფორმალური განათლების პრინციპებზე დაყრდნობით სკოლის მოსწავლეებს აქვს შესაძლებლობა რომ გაეცნონ ახალ ინფორმაციას, მიიღონ ახალი უნარ-ჩვევები, გაიარონ პრაქტიკული მეცადინეობები ამ მიმართულებით და საკმაოდ საინტერესო აქტივობები. პლუს ამას როგორ შეხვდა საჯარო სკოლა ამ სიახლეს და უფრო დეტალურად რა უნარ-ჩვევების გამომუშავება შეუძლიათ? ძალიან საინტერესო იყო ახალგაზრდებისთვის თვითონ პროცესი, უშუალოდ როგორც სტენდების მონტაჟის პროცესი, ისე მაგალითად ქარის გენერატორის, მაგალითად აწყობის პროცესში ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები და თავის ხელით აკეთებდნენ ამ ყველაფერს და შესაბამისად კლუბური მუშაობის პროცესში ძალიან ბევრ საბუნებისმეტყველო საგნებში არის გადაკვეთა და გამჭოლი კომპეტენციების ფარგლებში სხვადასხვა პედაგოგები ხშირად რთავენ ამ ჩვენი სილაბუსის მონაცემებს თავის გაკვეთილო პროცესებში და როგორც აღნიშნავენ თვითონ საკმაოდ საინტერესოდ მიდის ეს ყველაფერი და ინტერაქტიულად. მით უმეტეს სილაბუსში ძალიან ბევრი არის სადემონსტრაციო მასალები, არის პრაქტიკული მასალები, ვიდეო ფაილები, პრეზენტაციები PowerPoint-ში და შესაბამისად ძალიან მრავალფეროვანი მასალაა, რომლითაც შეიძლება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნის და უნარების შეძენა გარემოს მდგრადი განვითარების შესახებ. გარდა ამისა, ძალიან რამოდენიმე ბანერი დავამონტაჟეთ ადგილზე, რომელშიც არის ძალიან ბევრი პრაქტიკული რჩევა, თუ როგორ უნდა დავზოგოთ ან ეფექტურად გამოვიყენოთ ენერგია, რომელი არის განახლებადი ენერგია, რომელი არის გამოლევადი ენერგია და ასე შემდეგ და ამაზე უკვე ახალგაზრდები საკმაოდ თამამად და აქტიურად საუბრობენ, მონაწილეობენ ამ პროცესებში. პროექტის ფარგლებში რამოდენიმე მცირე გრანტიც გავეცით 4 საინიციატივო ჯგუფზე და სკოლის ბაზებზე მოეწყო რამოდენიმე გარემოს დაცვითი მწვანე აქცია და ასე შემდეგ, რაშიც აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც მწვანე კლუბის ბავშვები, ისე სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები. ბატონო ალექსანდრე, როგორ ეხმარება ასეთი პროექტები საჯარო სკოლებს, ვიცი რომ დედოფლის წყაროს გარდა სხვა მუნიციპალიტეტებშიც მოაწყეთ? მოგესალმებით, ქალბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. მოხარული ვარ, კიდევ მოგვეცა საშუალება ჩვენი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ესეთი კარგი საქმიანობის შესახებ კიდევ ერთხელ ვაცნობოთ და ვამცნოთ ესე ვთქვათ ჩვენს მოსახლეობას, ჩვენი რეგიონის მოსახლეობას და მთელ საქართველოს. რაც შეეხება სკოლებს, ყველა სკოლაში რა თქმა უნდა სიხარულით დიდი აჟიოტაჟით ხვდებიან ამ სიახლეს, იმიტომ რომ ესეთი სიახლეა, რაც ფაქტურად არსად არის. ინოვაციურია თავისთავად, იმიტომ რომ მოიცავს ისეთ ელემენტებს, რომლებიც ჩვეულებრივ სასკოლო, ესე ვთქვათ, აღჭურვილობაში არ შედის, არ აქვს სკოლების ბაზაზე ფაქტურად მხოლოდ თეორიის ნაწილია ეს ყველაფერი, რაც ჩვენს შემთხვევაში ფაქტურად პრაქტიკაში ნახულობენ ბავშვები, პრაქტიკაში ეცნობიან ამ ყველაფერს და ის კაბინეტები, სადაც ჩვენი ეს ენერგოეფექტური სტენდები იქნა მოწყობილი, იქ ყველაფერს თვითონ ნახულობენ, თვითონ აკვირდებიან, თვითონ შეისწავლიან და ასეთი ტიპის სწავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს სამომავლოდ, იმიტომ რომ
ბავშვი ეცნობა თვითონ ვიზუალურად, მხოლოდ ფიზიკაშია და გეოგრაფიაში და რაღაც ისეთ საგნებში არ სწავლობს იმ განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ და არიღებს ინფორმაციას, არამედ პირდაპირ პრაქტიკაში თვითონ აწარმოებს ყველაფერს რა. აი თვალნათლივ ხედავენ ქარის გენერატორის მუშაობას, თვითონ იყვნენ ჩართული მისი აწყობის პროცესში, თვალნათლივ ხედავენ ჰელიოს სისტემების მზის პანელებს, პროჟექტორები როგორ მუშაობს, რა პრინციპით ერთვება, მზის წყალგამაცხელებლები როგორ მუშაობენ, ამას ნახულობენ, ენერგოეფექტური ღუმელი როგორ მუშაობს, თბოვიზორი რა არის, რაში გამოიყენება. აი ძალიან ბევრი ისეთი რაღაც ახლა ყველაფერი ჩამოთქვა ძალიან შორს წავიყვანს, ასევე ძალიან საინტერესო და სახალისოა სათამაშოები, რომელიც გადავეცით, ის არის ასაწყობი კონსტრუქტორები, რომელსაც ბავშვები აწყობენ და მე ეს კონსტრუქტორები მზეზე მუშაობს. ესეც ძალიან დიდ სიხარულს და ხალისის იმაშოება ბავშვს უვითარებს, ასე ვთქვათ, იმ სხვადასხვა უნარჩვევებს, რაც მე საომავლოდ საერთო ჯამში ჩვენს ქვეყანას დაეხმარება და პირველ რიგში მათ დაეხმარებათ იმაში, რომ ადაპტირებული იყვნენ იმ გარემოსთან და იმ ცვალებად გარემოსთან, რაც ჩვენთან ამ შემთხვევაში და მსოფლიოში ამ გლობალური დათბობის შედეგად ხდება. აი გიორგი მაღნიშნა იმის თაობაზე, რომ ჩვენ სკოლას ჩვენს მიერ და ჩვენ პარტნიორებთან შემუშავებული სილაბუსი გადავეცით, რომელიც 16 მოდულისგან შედგება. დაახლოებით 8 თვიან პერიოდზე გაწეული, ეს არის კლასგარეშე, ასე ვთქვათ, კლუბური საქმიანობის, კლუბური სწავლებისთვის სპეციალურად გამზადებული სილაბუსი, რომელშიც თავმოყრილია სხვადასხვა დოკუმენტური ფილმები, მულტიპლიკაციური ფილმები, თეორიული მასალა, პრაქტიკული მეცადინეობები და ეს ყველაფერი თან იმდენად ინტერაქტიულ პროცესში მიდის და ისეთნაირადაა გაწერილი სულ ყველაფერი, რომ ბავშვი ჩართულია თავიდან ბოლომდე, ხალისობს და ის რაღაცა ის მუხტი დადებითი არ იკარგება. ეხლა არ არის ეხლა ნიშნებს არავინ უწევს ბავშვებს ამაში და ეს ახალისებს, ეს აძლევს სტიმულს, რომ კიდევ უფრო მეტი გაიგონ, მეტი ისწავლონ. დიახ, აი რა კრიტერიუმის მიხედვით შეარჩიეთ საჯარო სკოლა? ზემო მაჩხანის საჯარო სკოლასთან ჩვენ გქონდა ადრე შეხება, გარკვეულწილად ვიცოდით მათ მწვანე კლუბის შესახებაც და შესაბამისად ერთ-ერთი კრიტერიუმიც ის იყო, რომ წინა თანამშრომლობა იყო წარმატებული და შესაბამისად გავაგრძელეთ ეს ურთიერთობა. და ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში თითო ესეთი საგანმანათლებლო ცენტრი შევქმნათ. ამ ეტაპზე ორი არის ლაგოდეხში გაკეთებული, ერთი გურჯაანშიველის ციხის საჯარო სკოლის ბაზაზე და ამჟამად უკვე დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში ზემო მაჩხანის სკოლაში. და ყველა ტრენინგზე, ყველა ღონისძიებაზე ჩვენ მოუწოდებთ როგორც პედაგოგებს, საჯარო სკოლების პედაგოგებს, ისე ახალგაზრდებს, რომ თვითონაც მივიდნენ ნახონ ადგილზე ეს ბაზა და ხელმისაწვდომია უშუალოდ ჩვენ პროგრამაც გავაკეთეთ. დაახლოებით საათნახევარიანი პროგრამა, როგორ შეიძლება სხვა სკოლებიდან მოსულ ახალგაზრდებს პატარა ექსკურსი ჩაუტარონ თვითონ ახალგაზრდებმა და მაგალითად ანატოლთა სწავლების პრინციპებზე დაყრდნობით თვითონ გაუზიარონ ის ახალი ცოდნა და უნარები, რაც მიიღეს უშუალოდ მათ. რა თქმა უნდა, იგივე იმ გადამზადებული პედაგოგების მეშვეობით და დახმარებით. შესაბამისად, ახალგაზრდებმა კიდევ მიიღეს, როგორც თქვით, მონაწილეობა გარემოს დაცვით აქციებში, 4 მინი პროექტი დაუფინანსეთ. 2 იყო გამწვანების აქცია, რომელიც მოეწყო უშუალოდ ზემო მაჩხანის სკოლის ბაზაზე და ერთიც სოფელ არბოშიკის გამწვანება მოხდა. გარდა ამისა, ძალიან საინტერესო პროექტი შემოგვთავაზა უშუალოდ ქალაქ დედოფლის წყაროს საინიციატივო ჯგუფმა, რომლის ფარგლებშიც 2 პლასტიკის სეპარირების ურნა დაყენდა საჯარო შეკრების ადგილებზე, უფრო სუპერმარკეტებისა და ესეთი მაღაზიების მიმდებარედ, სადაც ხშირია ამ პლასტიკის გამოყენება და შესაბამისად ცალკე ამ პლასტიკის სეპარირება მოხდება ადგილზე, ცალკე მათთვის განკუთვნილი ყუთებია ესა და ძალიან სასიამოვნო იყო, რომ უშუალოდ ახალგაზრდებისგან მოდის ეს ინიციატივა და ეს გარემოს დაცვის პროგრამები, რომლებიც არის როგორც ეროვნულ ისე მუნიციპალურ დონეზე, ამის ხელშეწყობა ხდება ქვევიდან და ინიცირება ხდება ახალგაზრდებისგან. ეს იმის მაჩვენებელია, რომ აი ესეთი საგანმანათლებლო პროგრამები მუშაობს, ახალგაზრდებს აინტერესებთ მოცემული თემა და მათი ინიციატივების მხარდაჭერა კიდე ყოველთვის სასარგებლო და სასიამოვნოა. როგორც ჩვენთვის, ისე ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს ალბათ ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის და ხელისუფლებისთვის, რომელიც იმედია აიტაცებენ ამ ინიციატივას და ამ სეპარირების პროცესს გააგრძელებენ, რა თქმა უნდა. შესაბამისად, ხო, აი ეს ერთი პროექტი ეხებოდა მაგალითად კიდევ საპატრიარქოს სკოლის ბაზაზე გაკეთდა მზის პანელების მეშვეობით გარე განათება, პროჟექტორები დაყენდა და შესაბამისად სკოლას უფრო გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა და უფრო მეტად
ხელსაყრელი სიტუაცია და გარემო შეიქმნა ბავშვებისთვის. აი ესეთი მსგავსი ინიციატივები გვაჯერებს იმას, რომ საკმაოდ დიდია ინტერესი განახლებადი ენერგიების მიმართ. წეხან როგორც ვახსენეთ, აი ეს ბუნებრივი კატაკლიზმები, რომელიც აი გლობალური დათბობისგან არის გამოწვეული და ძალიან ხშირია ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ხო უკვე ყველა ვატყობთ, რომ მეწყერული პროცესები, წყალმოვარდნები, წყალდიდობები, ზოგადად კატაკლიზმები სხვადასხვა მხრივ ბუნების ძალიან ხშირად პირდაპირ ზაფხულიდან ზამთარზე გადასვლა, აი უშუალოდ ჩვენზე ვგრძნობთ ამას და თითოეულ ჩვენგანის ვალია რომ მივიღოთ მონაწილეობა ამ ყველაფერში და შევარბილოთ ეს სიტუაცია. შესაბამისად ჩვენ ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ყველაფერში. და თქვენ როგორც ორგანიზაციას რა სამომავლო გეგმები გაქვთ? აპირებთ თუ არა რომელიმე მუნიციპალიტეტში მსგავსი პროექტის განხორციელებას? როგორც თქვი, გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტია და მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენი ორგანიზაციის. აქამდე რაც ჩვენ გავიკეთებია საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ისიც, რაც მაგალითად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ფარგლებში გავაკეთეთ. რამოდენიმე საჯარო სკოლა ეღიჭურვა მზის პანელებით და განახლებადი ენერგიის წყაროებით, მათ შორის ზემომსხალგორის სკოლა, სადაც 6 კილოვატნახევრიანი მზის პანელები დაყენდა და დღემდე გამოიმუშავებს ეს პანელები ელექტროენერგიას და გარდა იმისა, რომ დაზოგვახდება მათ მიერ გამომუშავებული ენერგიის, პლუს მაგას გარკვეულ შემოსავალსაც აძლევს სკოლას, რაც ხელს უწყობს სასწავლო პროცესებს ადგილზე. პლუს მაგას ჩვენ რამოდენიმე საბავშვო ბაღის, მათ შორის სასადილო ადგილობრივი კათარზისის სასადილოს ბაზაზე გავაკეთეთ მზის წყალგამაცხელებლები დავაყენეთ, აიგივე წყალგამაცხელებლები დავაყენეთ საბავშვო ბაღების ბაზაზე, რაც გარკვეულწილად და მნიშვნელოვნად ზოგავს ელექტროენერგიას, იმიტომ რომ იქ ფაქტურად დენზე იყო ყველაფერი მოწყობილი და ამჟამად უკვე მზის ენერგიაზე გადავიდა მოხმარება. და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კიდევ 20 ოჯახს სოციალურად დაუცველებს, რომლებიც არიან მათ შორის შეშმ პირები ყავთ და მრავალშვილიანები არიან, პლუს სოციალურად დაუცველები, როგორც აღვნიშნეთ, 20 ოჯახს დაუმონტაჟეთ მზის პანელები, რომელიც არის 3.2 კილოვატის თითოეული ოჯახისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათთვის როგორც სოციალური პირობების, ისე გარემოს განვითარების მიმართულებით, თუმცა მათი სოციალური მდგომარეობაც მნიშვნელოვნად შემსუფუქდა, იმიტომ რომ ფაქტურად ელექტროენერგიის საფასურს აღარ იხდიან და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია. აი ამ მიმართულებით, მოკლედ, რამოდენიმე სერიოზული პროექტი გვაქვს განხორციელებული, მსგავსი ენერგოეფექტურობის კაბინეტები, როგორც თქვით, მოწყობილი გვაქვს ხალგორის სკოლაში, სოფელ კაბლის სკოლაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არაქართული სკოლა არის და მათთვისაც აზერბაიჯანულ და ქართულ ენაზეც არის ეს ყველაფერი ლიტერატურა და საგანმანათლებლო მოდულები მოცემული, რაც ვფიქრობ მნიშვნელოვანია მათთვის სიახლეების გასაცნობად და პლუს ამას ემატება გურჯაანისა და დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში ამ ბოლოს გაკეთებული პროექტები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გარემოს მდგრად განვითარებასა და აი ეს ეროვნულ მიზნებს, რომელიც საქართველოს აქვს დასახული ამ მიმართულებით. როგორც თქვით, ამ მიმართულებით ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ მუშაობას, იმიტომ რომ გვინდა რომ ყველა მუნიციპალიტეტი დავფაროთ და ყველა მუნიციპალიტეტში იყოს მსგავსი ინფრასტრუქტურა. შესაძლებელია მაგალითად ტექნოპარკის ბაზაზეც გაკეთდეს, რომელიმე ტექნოპარკის ბაზაზე თუ იქნება ამის შესაძლებლობა და სურვილი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აი ახალგაზრდობიდანვე, ბავშვობის ასაკიდანვე მიიღონ ახალგაზრდებმა ეს უნარები და ცოდნა, რომ შემდგომში უკვე რო აირჩევენ სხვადასხვა სახის პროფესიას, თავის პროფესიაშიც გამოიყვენონ და ყოფით ცხოვრებაშიც გამოადგენ, იმიტომ რომ თითოეული დაზევგილი ელექტროენერგია იქნება თუ სხვადასხვა გამოლევადი წყარო, რომელიც ჩანაცვლება მზის ენერგიით, ან სხვადასხვა სისტემებით, ან ქარის ენერგიით, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილია ზოგადად დედამიწასთვის ენერგოეფექტურობისა და ზოგადად მდგრადი განვითარებისთვის. და როგორც ვიცით, თქვენ აქტიურად მუშაობთ გარემოს დაცვაზე და ამ მიმართულებით რა გამოწვევები არის მუნიციპალიტეტებში? ბატონო ალექსანდრე, თქვენ რომ მითხრათ. ამ წვევები საკმაოდ ბევრია. ჩვენთან მაგალითად ჩვენს მუნიციპალიტეტზე ვისაუბრებ და შეიძლება მთელ კახეთზეც ითქვას. სწორედაც რომ იმის შედეგია გლობალური დათბობის შედეგია, ესე რომ ვთქვათ, რომ ხშირია სეტყვები, ამ ბოლოსაც იყო ქარიშხალი, თუ გახსოვთ, აგერ თელავი და იქით ყარე დასეტყვა და საშინლად გაანადგურა ნათესები და სავარგულები მოსახლეობის, ხშირია წყალდიდობები
და ანუ ამასთან გამკლავება, ამასთან ბრძოლა უწევს მოსახლეობას, საზოგადოებას, ხელისუფლებას, ყველას აბსოლუტურად, ვინც ამ რეგიონებში ცხოვრობს და თითოეული ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ეს უკვე სამომავლო გარემოს დაცვას ნიშნავს, სამომავლოდ ესე ვთქვათ, გაფრთხილებას ნიშნავს იმის და ეს ყველაფერი გვიცავს საბოლოო ჯამში ჩვენ. ეს გამოწვევები, რა თქმა უნდა, ასად არ მიდიან, დღითიდღე უფრო ემატება, უფრო მეტი ხდება. ან გარდა ამისა, ამ თვალსაზრისით არის ხა საკმაოდ დიდი პრობლემები, მაგალითად ნარჩენების სტიქიური ნაგავსაყრელების კუთხით, არის ასევე უპატრონო ცხოველების კუთხით, რომლებიც ფაქტია ვხედავთ და ვაწყდებით არიან ქუჩაში და ვხვდებით ამათ ყოველ დღე. და გარემოს დაცვის კუთხით ასევე მნიშვნელოვანია და ასევე საფიქრალია ჩვენი აზრით და ალბათ როდესღაცა იქნება რაღაცა ამ კუთხითაც ეშველებას ყველაფერს, რომ ნაპირსამაგრის სამუშაოები შესრულდეს რიგ მდინარეებზე, იმიტომ რომ ბევრი გვაქვს ასეთი ხევები, ასეთი ყვარცოფული მდინარეები და საჭიროა მათი გამაგრება და გამკლავება ამ ყველაფერთან. ერთ-ერთი მთავარი, ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა ასევე. ერთ დავამატებდი კიდევ ახლა ნარჩენების მართვა ახსენა ალექსიმ და ამ კუთხითაც საკმაოდ კარგი სიახლეები გვაქვს ჩვენ ორგანიზაციას, იმიტომ რომ მოგეხსენებათ იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით ლაგოდეხში განხორციელდა საკმაოდ საინტერესო პროექტი, როდესაც მუნიციპალიტეტს შეუძინეთ ნაგავმზიდი მანქანა და 79 урна, ნაგვის урна. შესაბამისად, პლუს ამას დაემატა ის, რომ სეპარირების ურნები იქნა შეძენილი მუნიციპალიტეტის მიერ და თანადაფინანსება იყო ამ პროგრამის, ამ პროექტისა და ამის შედეგად კიდევ მნიშვნელოვნად შეეწყო ხელი ლაგოდეხში გარემოს დაცვის სიტუაციას და ერთ-ერთი კრიტერიუმი, რითაც მე ლაგოდეხი გახდა ყველაზე სუფთა რეგიონი იყო ის, რომ ფონდებთან ურთიერთობა და დაფინანსების მოძიება ამ კუთხით და შესაბამისად ამ ჩვენმა პროექტმაც ხელი შეუწყო იმისთვის, რომ ლაგოდეხი გაიმარჯვა ამ კონკურსში და მართლა უნდა აღინიშნოს, რომ აი ამ კუთხითაც საკმაოდ დიდი ნაბიჯები გადავდგით ეს მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით გაკეთდა ეს პროექტი თავიდან ბოლომდე და შესაბამისად დღევანდელ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილია ამ დახმარებისა იმ საერთო მდგომარეობაში, რაც ლაგოდეხში არის გარემოს დაცვასთან და ზოგადად ნარჩენების მართვასთან მიმართებაში, იმიტომ რომ შემდგომ უკვე ჩვენ დავაკავშირეთ მუნიციპალიტეტი გაეროს პროგრამასთან, რომელმაც შეუძინა მაგალითად პლასტიკის სეპარირების და გადამუშავების უკვე უბრალოდ სეპარირებული პლასტიკის გადამუშავების დანადგარი დასაკვირდა 2 ადამიანი ამ დანადგარზე და შესაბამისად ხდება ამ მოგროვილი პლასტიკის დაქუცმაცება და შემდეგ უკვე რეალიზება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი არის მუნიციპალიტეტის მიერ გადადგმული ამ მიმართულებით, რაც გრძელდება და მნიშვნელოვანია ესეც ყველაფერი, იმიტომ რომ როგორც გავაღვნიშნეთ, ჩვენ ვცდილობთ, რომ თანმიმდევრულები ვიყოთ ამ მიმართულებით და რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ გარემოს განვითარებისთვის და გარემოს დაცვისთვის. დიდი მადლობა ასეთი ამოწურავ ინფორმაციის მეთოდებისთვის, წარმატებას გისურვებთ. მადლობა. მადლობა.